პირველ რიგში ვიტყვი, რომ ეს არის პაკეტის ნაწილი და ზოგადად იმ ტენდენციის და პოლიტიკის ნაწილია, ანუ დიდი პოლიტიკის ნაწილი, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ამ შემთხვევაში მედიის წინააღმდეგ, ანუ ნებისმიერი ფორმით, საკანონმდებლო შენობრივ პრაქტიკულად შეზღუდული იყოს თავისუფალი განსხვავებული აზრის გავრცელების შესაძლებლობა. თვითონ აღარ ვსაუბრობ იმ საერთაშორისო სტანდარტზე, როდესაც მედიასთან დაკავშირებით, ანუ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რამე საკანონმდებლო ცვლილება ხორციელდება, მით უმეტეს, როდესაც ასეთი რეპრესიული შემზღუდავი არის, მედია უნდა იყოს ჩართული, ახსნა განმარტება უნდა მოხდეს, მკაფიო დასაბუთება უნდა იყოს. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტი პრაქტიკულად არ არსებობდა, პირდაპირ მნიშვნელობით და გვაქვს, როგორც სხვა მიმართულებით, მაგალითად, აქციებთან დაკავშირებით იქნება რუსული ფარა თუ ასე შემდეგ. მოხდა რა, მედიებს მათ შორის რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, კომუნიკაციულ კომისიას, მარეგულირებულ უწყებას მისცეს განზომლად დიდი ფუნქცია, კომპეტენცია, რომ პრაქტიკულად ყველა ტიპის გადაცემაში, ყველა ტიპის მედია პროდუქტში, ანუ გულისხმობს მაუწყებლობას, რადიო, ტელევიზია, შინაარსში ჩარევის შესაძლებლობა. ანუ თუ ადრე გაყოფილი იყო და დიდი ნაწილი იყო თვითრეგულირება, თანარეგულირება, ანუ პროფესიული წრის წარმომადგენლები და დამეთანხმებით, რომ ჟურნალისტებისთვის ანიშნულოვანია, როდესაც შენი კოლეგა დაგისაბუთებს რა შეცდომა დაუშვი და მიგითითებს, რომ ეს არ ჩაიდინო და აქვს დიდი მორალური და პროფესიული წნეხი შენზე, ანუ შეცდომის გადაზღვრული ნამდვილად არავინ არ არის, მაგრამ როდესაც დაგისაბუთებენ ერთხელ ორჯერ, ეს ამ წრეში შენთვის ამ ავტორიტეტის საკითხიც არ და პირადი ღირსების საკითხიც არ და ბევრ ქვეყანაში ძალიან გამართულადაც მუშაობს. მაგრამ ჩვენს რეალობაში ნაცვლად ამისა, რომ ეს თქვათ ქარტიასთან ერთად თქვათ კომუნიკაციულ კომისიას მაუწყებლად ქცევის კოდექსი გაიძლიერებინა და ასე შემდეგ, რეალურად მივიღეთ, რომ პრაქტიკულად ყველა იმაზე ჩარევის შესაძლებლობა აქვს და აი რასაც საუბრობდით რამდენიმე კვირის წინ, ეს არის რეალურად ცენზურის კანონმდებლობა, დღეს ხედავთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ მოსწონს სიტყვებით. დიახ, მან უკვე შეიტანა საჩივარი ფორმულასა და პირველი წინააღმდეგ. დიახ, მიმართულია ტელეკომპანია ფორმულასა და პირველი წინააღმდეგ, რომ ეს სიტყვები მათ არ მოსწონდა. არც თუ ისე შორს რო გავიხედავთ, როსკომნაძორი, ანუ რუსეთის მარეგულირებელი, იგივე მაგალითებიც აქვს, არაერთი შორს მიმავალიც, მაგრამ ასე თქვათ, შთაგონების წყარო ცალსახად რუსეთიდან მოდის და ღია სივრცეშიც არის ხელმისაწვდომი, კიდევ გეუბნებიან ეს სიტყვა უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ. ახლა მაგალითად რაც ხდება დღეს უკრაინაში, ომი არ უნდა დაუძახო. დიახ. აი თქვენვე ახსენეთ, რომ აი კანონის ის ნაწილი არის ძალიან საინტერესო, რომელიც მედიას ეუბნება იმას, რაც აქამდე ისედაც განისაზღვრებოდა თვითრეგულირების მექანიზმით, ხო, რომ მედია უნდა იყოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, სამართლიანი და ასე შემდეგ. აი როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი სინამდვილეში, პრაქტიკაში, კანონმა? აი როგორ გესახებათ საერთოდაც ეს პროცესი? რამდენად მარტივი ან რთული იქნება მისი აღსრულება? პირველ რიგში ვიტყვი, რომ თქვათ, როდესაც გაქვს შენ კარგი კანონმდებლობა, შენ გჭირდება კარგი აღმასრულებელი, რომ ის მიზანს მიაღწიო, ხო? გვაქვს ჩვენ კონსტიტუციის მე-17 მუხლი მედიისა და გამოხატვის თავისუფლებას იცავს, მაგრამ სერიოზული პრობლემა გვაქვს სასამართლოებთან დაკავშირებით რამდენად იცავს. ჯერ კიდევ ამ კანონბამდე ეგრეთ წოდებული სლეპის შესარჩელები. მაგრამ ჩვენ რა მოცემულობა გვაქვს? გვაქვს, რომ მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტები, ანუ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული სახელმწიფო უწყებები არ არის დამოუკიდებელი. ის ვინც კი საჯაროდ თქვათ ძალადობას და იმას აპროტესტებდა, თქვენ საშუქებთ, ყველა აშუქებს გაათავისუფლეს მოხელეები. ანუ ეს მიტაცებული სახელმწიფო ინსტიტუტმა უნდა განახორციელოს კანონმდებლობა, რომელიც აი ამ ფორმით მიიღეს. პირველი ნიშნები თქვათ, როგორ ფიქრობენ პრაქტიკაში განახორციელონ, ეს არის. ნორმალურ ქვეყანაში მედიასთან დაკავშირებული საკითხი როგორ არის ცვლილებები ხდება კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არის ჩართულობის საკითხი. ეს ნიშნავს, რომ რეალური პრობლემის იდენტიფიცირება ხდება და მე ვცდილობ ამ პრობლემის გადაჭრას. დღეს ჩვენ მედიასთან დაკავშირებით რა პრობლემები გვაქვს? ადრეც იყო და დღეს ისა, არა მარტო ადგილობრივი ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებით, ძალადობა, ფიზიკური ძალადობა, ასობით ინციდენტი არის ბოლო 1 წლის განმავლობაში, რაც არის დადოკუმენტირებული. მოძალადეების ხშირ შემთხვევაში არის იდენტიფიცირებული როგორც პოლიციის წარმომადგენლები, ასევე უკანონო ფორმირებები სხვას ვერ დაარქმევ. გვაქვს ჩვენ სახეზე პროფესიული წარმომადგენლების მედიის დაჯარიმება პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ანუ აქციას აშუქებს მედია, აქვს ყველანაირი ნიშანი, რითაც ის განსხვავდება აქციის მონაწილისაგან და ათობით შემთხვევა გვაქვს ეს. მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ფინანსური პრობლემები, მიკერძოებული გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. ერთი ადამიანი არ არის პასუხისგებაში მიცემული ამ ძალადობაზე. როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, იქამდეც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია იყო, რომ ამ ძალადობაზე ჩვენ ყოველთვის ქონდა ეს პრობლემა უბრალოდ ახლა ხარისხობრივად გაუარეს და უნდა იყოს ეფექტური გამოძიება, პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და პასუხისმგებაში მიცემა, მათ შორის მარეგულირების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ნაცვლად იმისა, რომ რა პრობლემებიც არის იდენტიფიცირებული, რომ ჩვენთვის გაუმჯობესდეს, იმიტომ რომ ამას ყოველთვის აღნიშნავ ევროკავშირის წარმომადგენელი რო გვევნება თუ შენ გინდა ამ კლუბის წევრი გახდე, უნდა შეასრულე ეს არის პირველი ჩვენთვის. ანუ როდესაც თქვენს კოლეგებს სხვა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვს მშვიდად ყოველგვარი შიშის გარეშე პროფესიული მოვალეობა შეასრულოთ, სარგებელი პირველ რიგში ვის ექნება? ეს ექნება საქართველოს მოსახლეობას. ამიტომ ნაცვლად იმისა, რომ ეს საკითხები მოგვარდეს პროპაგანდა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული საკითხები, შეხედეთ მეტას ანგარიშებს, ადგილობრივი ორგანიზაციის ანგარიშებს, ვინ არის მთავარი წყარო დეზინფორმაციის და პროპაგანდის. და რომ დაუბრუნდეთ ისევ ამას, ანუ ნაცვლად რეალური პრობლემებისა, ეს არის პირველ რიგში თქვენს წინააღმდეგ მიმართული, იმიტომ რომ თქვენ უნდა გქონდეთ მერე თვითცენზურა და პრაქტიკულად შინაარს დაცლილი საინფორმაციო გამოშვება უნდა გქონდეს. ანუ საზოგადოება ვერ გაიგებს, რაზეა რეალურად საუბარი, ანუ შეფასება არ უნდა მოახდინო, არ უნდა მოიყვანო რეალური არგუმენტირებული ანალიზი, ანუ შინაარს დაცლილი გამოდის საინფორმაციო იქნება თუ შემდგომ პოლიტიკური თოქ-შოუები და ისაუბრო ის რაც პარტიას უნდა და ეს ბოდიში დავასრულებ ერთ წინადადება არამედ პირველ რიგში რა თქმა უნდა თქვენ როგორც მედიის წარმომადგენლს, მაგრამ საბოლოო ჯამში ის მომსახურება და ის მედია პროდუქტი რომელსაც თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში მთელი გუნდთან ერთად ამზადებთ და ავრცელებთ, ვისთვის არის განკუთვნილი? ეს არის საზოგადოებისთვის განკუთვნილი. მედია იმიტომ არის მაღალი დაცვის ობიექტი, იმიტომ არის მიმართული რამდენი დაცვის გარანტიები არსებობდეს, რომ საბოლოო ჯამში ეს არის საზოგადოებისათვის. ანუ საზოგადოებას ემსახურებით თქვენ და აწოდებთ ინფორმაციას, რა პრობლემა, რა გამოწვევები აქვს და როდესაც მედიას არ მიეცემა საშუალება ინფორმაცია მიიტანოს. ანუ ქართული ოცნება, მისი სურვილია, რომ საზოგადოების წინაშე არ იყოს ანგარიშვალდებული, რომ როგორ გადაწყვეტილება მიიღება, რა ხარჯებია, ტენდერები როგორ ტარდება, სოციალური პროგრამები როგორ არის, სკოლებში რა ხდება, ჯანდაცვაში რა ხდება. გაიხედეთ ხალხო, როდესაც ამჩნევ ინფლაციას მაღაზიაში, ეს სერიოზული გამოწვევა. ანუ ნიშნავს, რომ ყოველდღიურად მოსახლეობა, რომელიც წვალობს, შრომობს, მას პრობლემები ექნება და ამაზე არ უნდა ისაუბროთ. ანუ საბოლოო ჯამში ეს არის, რა თქმა უნდა, მიმართული საზოგადოების წინააღმდეგ. და ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ბალანსის დაცვაზე და საინტერესოა მედიის წარმომადგენლები თავად სვავენ კითხვას ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება მედიამ დააკმაყოფილოს კანონის ეს ჩანაწერი, როდესაც მათივე განცხადებით ქართული ოცნების სპიკერები უკვე წლებია უარს ამბობენ მათივე გადაცემებში მონაწილეობაზე. მე ეს არ არის ცალსახად გეთანხმები და დღესაც არაერთგზის იყო ამაზე საუბარი. რეალურად თქვენთვის ყოველთვის, როდესაც რაღაც მსგავსი ფორმატის გადაცემები ან დებატები და ასე შემდეგ, ჟურნალისტისთვის არის იდეალური, როდესაც ორი ან მეტი ადამიანი არის, რომლებიც განსხვავებული შეფასებები აქვს, რომ ადამიანმა დაინახოს სხვადასხვა კუთხით არსებული საკითხი. პირდაპირ მნიშვნელობით წლების განმავლობაში დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები ძახიან, რომ არ მოდის ქართული ოცნების წარმომადგენლები, არ მოდიან საკუთარ მოსახლეობას, საკუთარ ამორჩევლებს არ ესაუბრებიან. და აი ამ ფონზე, როდესაც არ უნდათ რომ გამოვიდნენ მინიმალური კომფორტის ზონიდან, თუნდაც მარტო დასხნენ პირდაპირ ეთერში, გეუბნებიან რომ შენ გაქვს მიკერძოებული გადაცემა. ანუ ფიზიკურად არ მოდიან. ჩვენთან ხო კი მძიმე ფორმა გვაქვს ბოიკოტის. ერთი ეს არის რაც აღნიშნეთ, რომ არ მიდიან დამოუკიდებელი მედიის პირდაპირ ეთერში გადაცემაში და ასე შემდეგ წლების განმავლობაში წინასაარჩევნო კამპანია რეალურად არ იყო. როგორ შეიძლება იყოს, როცა დებატები არ გაქვს. და მეორე, მედიები, რომლებიც სამწუხაროდ საზოგადოებრივ მაუწყებელიც, ეს ფაქტია. სამწუხარო, იმიტომ რომ პლუს ჩვენ დამატებით ჩვენ ვიხდით მის ბიუჯეტს. არიან კონტროლის ქვეშ ქართული ოცნების, ხოლო რაც შეეხება კერძო ტელევიზიები, რომლებიც კონტროლის ქვეშ არიან, არ ეპატიჟებიან როგორც წესი
არამხოლოდ პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლებს, ეს პოლიტიკური დისკუსიის საკანი, თქვა პოლიტიკური პარტიების, ასევე ნებისმიერ პირს, რომელიც საჯარო სივრცეში აფიქსირებს პოზიციას, რომელიც არ ემთხვევა ქართული ოცნების მიერ გაცხადებულ, თქვა, მესიჯებს და განცხადებებს. ანუ შესაბამისად, რაღაცა ვაკუუმი არის შექმნილი, როდესაც უსმენ მის მათ კონტროლის ქვეშ ყოფ ტელევიზიას, ან ვერ გაიგებ რეალურად რა მოხდა, ან მხოლოდ ცალკე შეფასებებს ეძებ. ანუ და ანალოგიურად ეს ამგვარი მიმართულებით დარტყმა მედიაზე, ძალიან ბევრი პრობლემები არის ყველა მიმართულებით. არის მაგისკენ მიმართული, რომ საინფორმაციო დაცლილი შინაარსისაგან ჟურნალისტური გამოძიებაც ანალოგიურად მაგ მიმართულებით უნდა და ეს არის. თუმცა რასაც ჩვენ ხედავთ იმ წინააღმდეგობას, როგორც აქტივისტების იქნება აქციის მონაწილეები იქნებიან, სინდისის პატიმრები, ქალბატონი მზია და ყველა სხვა. ზუსტად ეს წინააღმდეგობა არის, რომ თქვათ de facto ავტორიტარიზმი არ არის საქართველოში, თორე სამართლებრივად დოკუმენტურად ისეთ კანონმდებლობას და ცვლილებებს ღებულობენ, აი გუშინ გავიგეთ კომუნიკაციური კომისია საერთოდ ისეთ ფლიმასილებას ანიჭებენ, სცილდება მის მთავარ იდეას, მარეგულირებლის და ბანკიდან უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოითხოვოს პერსონალური ინფორმაცია და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად ყველა ამ კონსტიტუციური ჩარჩოდან როგორც პარტია არის გასული, ასევე არის ცალკეული უწყებებიც სცილდება თავიანთ თავდაპირველ მიზანსა და მოცემულობას. და ბოლოს როგორ ფიქრობთ, რამდენად თანაბრად და სამართლიანად გავრცელდება ეს საკანონმდებლო ნორმები ქვეყანაში მოქმედ ყველა მედია საშუალებაზე და არსებობს თუ არა რაიმე ტიპის გარანტია კანონის, ასე ვთქვათ, სამართლიანად აღსრულების თაობას? ნუ ჩვენ ყავს კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც არის უკვე დასანქცირებული. ის არის უკრაინისა და ლიტვის მიერ. პლუს ამას დღეს თქვენს აქტიურად აშუქებდით ევროპის პარლამენტში მიმდინარე შეხვედრის დისკუსიას, არის ევროპის პარლამენტის რეზოლუცია, სადაც თინათი ბერძენიშვილი ვასილ მაღლაფერიძესთან ერთად, ანუ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი და სამეურნეო საბჭოს თავმჯდომარე არიან სიაში შესული, პლუს მეგობრის აქტში, რომ ეს არის ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ ძალადობრივ რეჟიმს და ისინი უნდა დასანქცირდნენ. ყავს მოსამართლეებით დასანქცირებული, ყავს პარლამენტის წევრები, იმიტომ რომ ის პირველ რიგში ეს არის მათი ქმედებები კონსტიტუციის წინააღმდეგ და იმ საერთაშორისო ვალდებულებების წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, რომ ესეთი მოცემულობა გვაქვს, იმდენად უსამართლო და არაკანონიერია ეს მოთხოვნები, რომლებიც ამ საარჩევაში არის დაყენებული და პოტენციურად, თქვათ, ამ კანონის საფუძველზე შეუძლიათ მოითხოვონ, რომ თვითონ ამ პირობებში და მოცემულობაშიც ნაცნობიერებდეს ეს ხალხი, რომ სხვანაირი გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ არ მოხდეს მედიების გაფრთხილება და ასე შემდეგ, სხვა ალტერნატივა არ არსებობს. აი როგორც თქვათ, მზიამაღლობელი საქმეზე კაფიო ნათელია, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი, რომ მზიას, რა თქვა, ხუსგებაში მიეცეს საბოლოო ჯამში, ანუ დღეს უნდა იყოს გათავისუფლებული და ანუ მთელი ქვეყანა ხედავს, რამდენად უსამართლო სასამართლო არის. ანალოგიურად არის ეს სიტუაცია, იმიტომ რომ მიტაცებული სახელმწიფო უწყებები, ეს რეპრესიული კანონმდებლობა ამ ფორმაშიც კი გარდა იმ გადაწყვეტილებებისა, რომელიც უნდა იყოს გამოხატვის თავისუფლების სასარგებლოდ მიღებული, სხვა ალტერნატივა არ აქვს.